მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, მე ვარ რუსუდან ტყემალაძე, არქიტექტორი და დღეს ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს არქიტექტურულ ინსტრუმენტებზე. კერძოდ გვექნება დღეს საუბარი მასალებზე, სამშენებლო მასალებზე და ჩამოვთვლით ჩვენ რამოდენიმე ტიპის მასალას, რომელიც არის მნიშვნელოვანი, საჭირო და აქტუალური ჩვენი შემოქმედებისთვის, ვისაუბრეთ მათ ხასიათზე, ისტორიაზე და მათ გამოყენებაზე თანამედროვე არქიტექტურაში პირველ რიგში, ხო? თქვენი კომფორტისთვის გავყავი ეს ლექცია რამდენიმე ნაწილად, შესაბამისად იმის ნაცვლად, რომ გქონდეს ერთი გრძელი ლექცია ბევრ მასალაზე, გვექნება შედარებით მოკლე ლექციები თითო მასალაზე, შესაბამისად არ გამოტოვოთ და გადავნეთ თვალი ჩვენს არხს. დავიწყოთ პირველ რიგში საუბარი ბეტონით. ბეტონი არის ერთ-ერთი მთავარი მასალა თანამედროვე არქიტექტურაში და ალბათ არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ ყველაზე პოპულარულია მსოფლიოს მასშტაბით. მაგრამ ამის მიუხედავად ბევრმა არ იცის მაგალითად, რომ ბეტონი არის საკმაოდ ძველი მასალა სამოსობაში. როგორც წესი არსებობს ესეთი სტერეოტიპი ყოველ შემთხვევაში ახალგაზრდა სტუდენტებს შორის, რომ მე-20 საუკუნის მასალა არის ბეტონი და შედარებით ახალი მასალაა და მოდერნიზმმა მოგვიტანა. მინდა გითხრათ, რომ შედარებით ახალი არის რკინაბეტონი. ანუ არმირებული ბეტონი, ხოლო თავად ბეტონი, როგორც ასეთი, როგორც მოვლენა, არის ჯერ კიდევ ანტიკური მასალა. ფაქტობრივად ერთ-ერთი კარგი მაგალითი მთლიანად ბეტონისგან ჩამოსხმული, მოდი პირდაპირ ესე ვთქვათ, შენობისა არის ლეგენდარული რომის პანთეონი. რომის პანთეონი ფაქტობრივად გახლავთ პირველი საუკუნის ძეგლი. ეს არის თვითონ სიტყვიდან გამომდინარე პანთეონს ნიშნავს ყველა ღმერთს, ანუ წარმართული კულტურის ძეგლია, საკმაოდ მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი გული სალოცავი იყო რომის იმპერიისა და ეყრდნობოდა ყველა რომაულ ღვთაებას. და ალბათ, რა ვიცი, ყველას მაინც უნახავს ერთხელ მაინც ფოტოზე მაინც ეს ლეგენდარული გუმბათი, ხო? არაჩვეულებრივი კესონირებული გუმბათი. კესონი ნიშნავს ეს ოთხკუთხედი ელემენტი, რომელიც წრეში არის ხო აღებული, ოთხკუთხედი ჩაღრმავებები, ესეთი საფეხუროვანი გუმბათში, რომელიც ზოგჯერ გონიათ ხოლმე, რომ არის დეკორატიული ელემენტი და სილამაზისთვის არის გაკეთებული, თუმცა მინდა გითხრათ, რომ სილამაზის გარდა ამ კესონირებულ გუმბათს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ფიზიკური დატვირთვაც, ვინაიდან ეს კესონები, ანუ ჩაღრმავებები, ამსუბუქებს მთლიანად ამ კამარის სიმძიმეს. შესაბამისად, ამ ჩაღრმავებების გარეშე ჩემო მეგობრებო შეუძლებელი იქნებოდა ამხელა გუმბათის ფიზიკურად არსებობა ჩვენს დედამიწაზე, რა კი იცით, რომ გრავიტაციის ძალები თავისას მოითხოვს ყოველთვის, ნებისმიერ საუკუნეში. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს შენობა არის მონოლითური ბეტონისგან ჩამოსხმული, პირდაპირ სიტყვით ტექნოლოგიურად გამოიკვლიეს, რომ ასე აშენდა, ანუ არა ქვევიდან, არამედ აშენდა ფაქტობრივად შიგდა მხარე იყო დაღრდნობილი ხის ფეჯერზე, ხის ფორმა აშენეს ჯერ და შემდგომ უკვე ზემოდან ჩამოასხეს ეს ბეტონის ხსნარი. რაც არის ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველ შემთხვევაში ევროპის კონტინენტზე რომაელების დიდი ნოუ-ჰაუ და აღმოჩენა, ხო, რა პროპორციით უნდა დაამზადონ, ესე იგი, ბეტონი. მზადდებოდა ძირითადი მასალა იყო მისთვის პურცელანი, ანუ ასეთი სპეციალური ვულკანური წარმონაქმნის ქვა, რომელიც პემზას გავს. პრინციპში რა, ესეთი მშხნადი მასალა არის, მაგრამ სხვა მასალებთან არებით ხდება ძალიან მყარი და ფაქტობრივად ჩანს კიდევ ხო იმდენად მყარია, რომ მაგერ პირველი საუკუნიდან დაწყებული დღემდე დგას და იმედია კიდევ დიდხანს გაგვახარებს ხოლმე თავისი არაჩვეულებრივი ინტერიერი. გარედან პრინციპში ნაკლებად იმპოზანტურია, ალბათ ვინაიდან ფასადები ხედავთ ხო მოუპირკეთებელი ბეტონის სახით არის შენარჩუნებული და ერთადერთი ეს პორტიკი გვახარებს, რა თქმა უნდა, კლასიკური ორდერის სისტემით, მაგრამ ინტერიერი დამეთანხმებით ალბათ რომ ძალიან სამბეჭდავია, ხო? და რეალურად რომაული ტექნოლოგიური გენიის ესეთი სრულყოფილი სახე არის ეს გუმბათი, ვინაიდან შემდგომ საუკუნეების მანძილზე იყო ეს გუმბათი ყველაზე დიდი და მძლავრი და ესეთი შთამბეჭდავი გუმბათი ევროპის არქიტექტურულ ისტორიაში.
ეს იმის საილუსტრაციოდ, რომ ბეტონი არის ძალიან ძველი მასალა. ხოლო რაც შეეხება მის თანამედროვე სახეს, ახლა ვისაუბროთ უშუალოდ მოდერნიზმზე და როგორ აითვისა მოდერნიზმმა ბეტონი და როგორ შეიყვარა და გახადა ფაქტობრივად საყვარელ და ნომერ პირველ მასალად მსოფლიოში. რა თქმა უნდა, აქვე რა ვწდებით ჩვენ ბატონ ლე კორბუზიეზე საუბარს, ხო? ერთ-ერთი მთავარი მამადამარჩენელია ჩვენი განსაკუთრებით მოდერნიზმის თაობის არქიტექტორებისთვის. ალბათ არ შევცდებით თუ ვიტყვი, რომ ლე კორბუზიეს გავლენა და მისი იდეების გავლენა მსოფლიო არქიტექტურულ სივრცეებზე და არა მხოლოდ არქიტექტურულ, საერთოდ აი სოციალურ, პოლიტიკურ ცხოვრებაზე არის უპრეცედენტო იმ თვალსაზრისით, რომ ერთ კაცს ამდენი გავლენა ალბათ არავის არ ქონია, რამდენიც ლე კორბუზიეს ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში მიჭირს ვინმე შევადარო, იმ თვალსაზრისით, რომ გადასწვლა ლე კორბუზიეს ფანტაზია და იდეები და მისი წარმოდგენები მის ცხოვრებაშივე გასცდა, ასე ვთქვათ, არქიტექტურულ არეალებს და მოიცვა ყველაფერი. ჯერ მარტო ეს ილუსტრაციები არ ადგირს, ახლა რასაც გაჩვენებთ. ეს არის ვიზუალური მასალა ლე კორბუზიეს გრანდიოზული იდეებისა, რაც შეეხებოდა მისი თანადროული ახალი ქალაქების დაგეგმარებას. ფაქტობრივად ახლა ლე კორბუზიე იცდალბათ, რომ ძალიან რადიკალური ადამიანი იყო და არ უფრთხოდა არაფერს. შესაბამისად, არცაც ხეცია, არცაც ხელა და აგერ ოსმანის გზას მიუყვა და თუკი ოსმანიზაციამ ფაქტობრივად პარიზის შუაგული მთლიანად დაანგრია თავის დროზე და შუა საუკუნოვანი ქსოვილი არ შემოგვინახა ქალაქისა და ააშენა მისთვის თანადროული 19 საუკუნის მოდური სტილი ნეოკლასიციზმი. ფაქტობრივად ლე კორბუზიეც მოექცა მსგავსად პარიზის ცენტრს, აი სწორედ იმ ოსმანის აშენებულ ცენტრს გადაუარა, დაანგრია მთელი კლასიციზმი და აგერ მაკეტში ვხედავთ, რომ ჩადგა რკინა-ბეტონის მაღალსართულიანი განაშენიანება და ფაქტობრივად შეიმუშავა ესეთი ეგრეთ წოდებული რადიანული ქალაქის მოდელი. ეს ქალაქი ფაქტობრივად, რა თქმა უნდა, არაშენებულა, ამაში არ შეგეპაროთ, მაგრამ იდეურად ახლა რო აგიხსნით, მიხვდებით მენე, საიდან მოვიდა მთელი ჩვენთვის ასე ნაცნობი, ნულიდან აშენებული საბჭოთა ქალაქების იდეა და თუნდაც თბილისისთვის ასე დამახასიათებელი საბჭოთა გარეუბნების იდეა. ლე კორბუზიე სჯეროდა ასე, რომ ქალაქის ცენტრში უნდა განეთავსებინათ ეგრეთ წოდებული სამუშაო ზონები, ну აი სიტის რასაც ვეძახით ხოლმე ახლა, ანუ მაღალსართულიან ცათამბჯენებში განთავსებული ოფისები, ბანკები, ფირმები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, აი ეს სამუშაო ნაწილი, ასე ვთქვათ, იქნებოდა გული ქალაქის შუაში, ხოლო პერიფერიებზე უკვე იქნებოდა საცხოვრებელი ზონები და გამწვანებული ზონები. როგორც ხედავთ, საცხოვრებელი ზონები ბევრად უფრო დაბალი განაშენიანება არის და ასე მოიაზრებდა ლე კორბუზიე, რა თქმა უნდა, ეს უფრო ჯანსაღი და უკეთესი საცხოვრებელი პირობები იქნებოდა ხალხისთვის, ხო, ცხოვრობთ მიწასთან ახლოს, გვაქვს ბაღი, გვაქვს გამწვანებული პარკი, ბევრს დავდივართ ფეხით და სხვა და სხვა, ხოლო სამუშაოდ მივდივართ მანქანით უკვე ქალაქის ცენტრში. და კაცმანო თქვას, ესეთი ყოველდღიური მიგრაცია გვაქვს პერიფერიიდან ცენტრისკენ. ჩვენთვის ეს დღევანდელობაში ისეთი ნაცნობი არის და უკვე ისეთი მობეზრებულიც ერთის მხრივ და უკვე ისეთი გართულებულიც არის მანქანების რაოდენობიდან გამომდინარე, რომ ცოტა არ იყოს უკვე მეტი მინუსი აქვს ამ სისტემას ვიდრე პლუსი, ხო? მაგრამ ალბათ არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ 30-იან და 20-იან წლებში, როდესაც ლე კორბუზიეს გონებაში მწიფდებოდა ეს იდეა, ბევრად ნაკლები მანქანა დადიოდა მაშინ და ვერც წარმოედგინა და ალბათ უდესმე, რომ ახლა ყოველი მეორე ადამიანი უკვე მგზავრობს პერსონალური ტრანსპორტით. შესაბამისად, ეს იდეა, რა თქმა უნდა, თავის ჩანასახში ვერ შეედრება იმას, თუ რა რეალობაში გვიწევს ცხოვრება დღეს ჩვენ. აგრეთვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მოსახლეობის რაოდენობაც გაიზარდა, რაც საკვირველია და ამიტომ ის იდეა, რომ ქალაქში და განსაკუთრებით დიდ ქალაქში ყველას ექნება იმის ფუფუნება, რომ იცხოვრობს დაბალ განაშენიანებაში, გამწვარებულ განემოში და შესაბამისად, ესე ცოტა უტოპიური ჩანს უკვე დღეს, თუმცა მაშინ, რა თქმა უნდა, საუკეთესო თვალსაზრისიდან გამოდიოდა ლე კორბუზიე.
თუმცა აი სულ ცოტა ხანში თვითონაც მივიდა იმ აზრამდე, რომ რა თქმა უნდა ესეთი დაბალი განაშენიანება და დაბალი სიმჭიდროვე საცხოვრებელი უბნების არ არის პანაცეა და რთულია ამის შესრულება და გადავიდა უკვე მაღალსართულიანი პანელური მშენებლობის იდეების დამუშავებისკენ. და აი მაგალითად უშუალოდ მისი განხორციელებული პროექტია ეს ბოლო 2 ფოტო. ზევით ქვევით ჩავთეთ რასაც ხედავთ. ეს არის უკვე აშენებული ქალაქი ზლინი ჩეხეთში, რომელიც არის სპეციალურად აშენებული ბატას ფეხსაცმელების ფაბრიკის მუშებისთვის. ანუ გვაქვს ჩვენ უზარმაზარი ეს ფაბრიკის კომპლექსი, რომელიც და ამ თანამშრომლებისთვის იქვე შეიძინეს მიწა და გააშენეს ფაქტობრივად უკვე ესეთი რკინა-ბეტონის დასახლება, ინდივიდუალური პატარა საცხოვრებელი სახლებით, რომლებიც ყველა გავს ერთმანეთს და ნუ ესეთი სუპერსოციალისტური გადასახედიდან არის დაპროექტებული, ხო? ტიპური პროექტების დიდ მასშტაბზე განაშენიანება ხდება. 30-იანი წლების სოციალისტური გადასახედიდან არის შეფასებული ეს მიმართულება და ამ შემთხვევაში რკინა-ბეტონი, რა თქმა უნდა, აღმოჩნდა იაფი, სწრაფი და იდეალურად მოსახერხებელი მასალა მოდერნისტებისთვის, ვინაიდან რკინა-ბეტონი იძლევა ძალიან ბევრ საშუალებას და ამასობაში შედარებით იაფი ჯდება, ვიდრე სხვა ტრადიციული მასალები. კიდევ მინდა გაჩვენოთ ნამუშევარი, ეს არის უკვე მრავალბინიანი პანელური სახლი საფრანგეთში. 2 ასეთი სახლი აშენდა სულ, ესე იგი ერთი მარსელში, ერთი ბერლინში. ეს არის ექსპერიმენტალური პროექტი ლე კორბუზიეს შესრულებით. მოიცავს არა მხოლოდ რკინო-ბეტონის გამოყენებას, არამედ სიახლე ისიც იყო აქ, რომ ფაქტობრივად ლე კორბუზიე ცდილობს გააკეთოს ერთი შენობის ტანში მრავალფუნქციური სივრცეები. ანუ ამ სახლის ტანში აი ჩანს კიდევ თვითონ არქიტექტურული თვალსაზრისით, აი მაღალი სართულები სადაც არის აივნიანი, ეს არის საცხოვრებელი სართულები და აქ გვაქვს ჩვენ დუპლექსის ტიპის ბინები, რაზეც 2 წუთში გესაუბრებით, ხოლო აი ეს ვიწრო ნაწილები არის კომერციული და სხვა დანიშნულების ფართები. აქ შეიძლებოდა ყოფილიყო ოფისების სამუშაო, შეიძლებოდა ყოფილიყო საბავშვო ბაღი, მაღაზია, საბავშვო გასართობის ზონები და ასე შემდეგ. და ლე კორბუზიეს იდეა იყო ფაქტობრივად, რომ ერთ შენობის ტანში იმდენი ფუნქცია განეთავსებინა, რომ ადამიანს აღარ დასჭირდებოდა, კაცმა რა თქვას, ზედმეტად გასულიყო ამ შენობიდან. ჩვენი გადასახედიდან ცოტა არ იყოს უცნაური იდეა არის, იმიტომ რომ 21 საუკუნეში ჩვენ ახლა იმდენი ხანი ვზივართ კომპიუტერების წინ, ჩვენი უშუალო სამსახურებიდან გამომდინარე, რომ ყველა იმას გვიჩიჩინებს აწირო, ადექით, გაიარეთ, ირბინეთ, ივარჯიშეთ და სხვა და სხვა. შესაბამისად, ერთ შენობის ტანში ადამიანის ესე დატოვება და არ გაშვება, მოდი ესე ვთქვათ, აღარ ითვლება, ესე იგი სასურველ ქმედებად არქიტექტურის მხრიდან, მაგრამ ლე კორბუზიეს დროს კიდევ ერთხელ აღნიშნო, ცოტა სხვანაირად ფიქრობდნენ, სხვანაირი ცხოვრებაც იყო. და აი მაგალითად პანდემიის დროს სახლში რო ჩაგვკეტეს, ესე იგი და მაღაზიაში გასვლა ჭირდათ, სულ მახსენდებოდა ხოლმე ლე კორბუზიეს კონკრეტულად ეს პროექტი და ვფიქრობდი, მეთქი ესეც სახლში რო გვეცხოვრა, რამდენად უფრო მარტივი იქნებოდა, ხო, ეს კარანტინი. მაგრამ ეხლა ეს უბრალოდ ხუმრობაა, რა თქმა უნდა, ვინაიდან ჩვენი შემოქმედება არ უნდა იყოს მიბული კარანტინის უკიდურე ზომებზე, პირიქით, ხო? ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ კარგი ცხოვრება ავაშენოთ და არა ის სიდუხჭირის მომენტში როგორ ვიცხოვროთ, ხო, მაინც და მაინც. რაც შეეხება თვითონ დუპლექსის ტიპის ბინაზე, 2 სიტყვით გეტყვით, რომ ესეთი სისტემა იყო, ნახეთ, ერთი მთლიანი სართულს იკავებდა ბინა და კიდე მეორე სართულის ნახევარს. ფაქტობრივად ერთი-მეორეში ჯდებოდა ეს ბინა და დერეფანი ჰქონდა სართულგამოტოვებით ლე კორბუზიეს და ესე ნაწილდებოდა ამ ბინებში. დუპლექსის პლუსი ალბათ იცით რაშიც არის, აქვს არაჩვეულებრივად კარგი განიავება, ანუ აქ რო გააღებ და აქ რო გააღებ, ამ კიბის უჯრედით ფაქტობრივად ძალიან კარგად ნიავდება ზედა სართულიც, ქვედა სართულიც. შესაბამისად, ისედაც მეტი სივრცე გააქვს, მეტი ჰაერი გააქვს და მოკლედ რო დაუკვირდით ამ შენობის ინტერიერებსაც, ხედავთ ხო, რომ საკმაოდ მაღალი ჭერი აქვს და ადამიანური კარგი პროპორციები აქვს გათვალისწინებული ამ ბინებისთვის და არა ისეთი, როგორიც სამწუხაროდ მერე საბჭოთა კავშირმა გადმოიღო და დააპროექტა ეგრეთ წოდებულ ხრუშოვის ტიპის ბინებში.
ხო, ფაქტობრივად იმდენად შეამწიძროვეს მასშტაბები ამ ბინის, რომ არ ვიცი რა, ავეჯი არ ეტეოდა მე ჩვეულებრივად იგივე საბჭოთა ავეჯი. ადამიანს სამოძრაო სივრცე აქ ძალიან ცოტა. ასე რომ მაგას თავისი იდეოლოგიური რა თქმა უნდა ხსნა აქვს რატომ იყო ასე, მაგრამ მე იმის ხაზგასმა მინდა რომ როდესაც ამბობენ რომ საბჭოთა მშენებლობამ ბევრი აიღო კორბუზიეს იდეებიდან, დიახაც ბევრი აიღო, მაგრამ იმდენად მოდიფიცირება გაუკეთა შემდგომ მის იდეებს, რომ არ ვიცი ახლა კორბუზია რამდენად კმაყოფილი იქნებოდა ხრუშოვის ტიპის ბინა რო ენახა. ალბათ იტყოდა რომ რთული იქნება ადამიანისთვის ასეთ ბინაში ცხოვრება, მაგრამ მიუხედავად ამისა, აგერ რამხელა მოსახლეობა მაინც რაღაცნაირად ცხოვრობდა და დღემდე ცხოვრობს, ხო? კიდევ მინდა გაჩვენოთ რკინაბეტონის გამოყენების ამბავში ლე კორბუზიეს კიდევ ერთი პროექტი. ეს არის ალბათ მისი ყველაზე ცნობილი და სკანდალური ობიექტი. გახლავთ რონშანის კაპელა, ანუ დედეთა მონასტრისთვის აშენებული პატარა სალოცავი, რომელშიც ფაქტობრივად ლე კორბუზიემ საკუთარ თავთან შევიდა პოლემიკაში და გადააბიჯა მთელ თავის 5 პრინციპს, რომელსაც მანამდე ამდენი წლის მანძილზე ყველას ასწავლიდა და ძალიან ესე დემაგოგიურად და მკაცრად მოითხოვდა, რომ ყველას უნდა ეშენებინა ასე. 5 პრინციპი შეგახსენებთ, ითვალისწინებს იმას, რომ შენობას უნდა ჰქონდეს ბრტყელი გადახურვა აუცილებლად, ლენტური ფანჯრები, თავისუფალი ფასადი, თავისუფალი გეგმარება და ხიმინჯებზე აწეული პირველი სართული, რა კი საჭიროა, რომ პირველ სართულზე შენობის ტანის ქვეშ დავაყენოთ მანქანები. ამ შენობაში როგორც ხედავთ, არც ერთი ეს პრინციპი არ არის გათვალისწინებული, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ კარგი ფასადი თავისუფალია დავუშვათ. ფასადი თავისუფალია, მაგრამ არც გადახურვაა ბრტყელი, არც ლენტური ფანჯრები აქვს, არც ხიმინჯებზე აწეული ტანი და მოკლედ სრულიად ამორფული, არა ხისტი, არა გეომეტრიული, კორბუზიესთვის ძალიან არადამახასიათებელი პლასტიკა აქვს ამ შენობას. მიჭირს წარმოვიდგინო ის შოკი, რომლითაც ხალხი შეხედავდა 50-იან წლებში ამ ნამუშევარს, იქიდან გამომდინარე, რომ მანამდე ხო გეუბნებით ლე კორბუზიეს აქვს გარკვეული რეპუტაცია, ხო, როგორც ესეთი ხისტი, მკაცრი მოდერნისტის ქადაგებლის რეპუტაცია, დიდი მასწავლებლის და სხვა და სხვა. და აქ ესე იგი აჩვენებს ეს კაცი საკუთარ სიდიადეს სხვა მხრიდან, ვინაიდან აქვს იმის გამბედაობა და რაღაცნაირი შნო, რომ საკუთარივე პრინციპებზე თქვას უარი და იმაზე მეტი გააკეთოს, ვიდრე მისგან ვინმე მოელის საერთოდ. ასე რომ ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ცნობადი და სანახაობრივი ობიექტი გახლავთ ეს შენობა და აქ აჩვენებს ლე კორბუზიე რკინაბეტონის როგორც მასალის უპირატესობას კიდევ სხვა თვალსაზრისითაც. რკინაბეტონი აღმოჩნდა ძალიან პლასტიკური. აი, დააკვირდით ფაქტობრივად ქანდაკებაა ეს შენობა უფრო მეტად ვიდრე შენობა. მისი პროექტირებისას ლე კორბუზიე ძალიან დიდი დოზით დაეყრდნო მაკეტებს. ფაქტობრივად მაკეტით აპროექტებდა აი ამ რთულ ფორმას, გადახურვის და კედლების აი ამ ამორფულ ფორმებს და კაცმა რა თქვას, აქ ძალიან ახლოს მივიდა გაუდის პრაქტიკებთან, ხო? იმიტომ რომ იცით ალბათ, რომ გაუდიც თავის ამორფულ რაღაცა წარმოუდგენელ არქიტექტურულ ფორმებს ძირითადად აპროექტებდა ისევ მაკეტებით და ქანდაკებებით. იმიტომ რომ ძალიან რთულია, რომ რაღაცნაირად ნახაზით გადმოსცემ მხოლოდ ესეთი თავისუფალი ფორმა. ასე რომ ამ შემთხვევაში მოკლედ კიდევ ერთი გარღვევა გააკეთა კორბუზიემ ამ მიმართულებით. გადავიდეთ უფრო კიდევ შემდგომ პერიოდზე, წავდგა წინ ნაბიჯი და ვისაუბროთ ესეთ არაჩვეულებრივ იტალიელ არქიტექტორზე და მოდერნისტზე, როგორიც იყო პიერ ლუიჯი ნერვი. პიერ ლუიჯი ნერვი გახლავთ იტალიელი სტრუქტურალიზმის წარმომადგენელი და თვითონ ამ სიტყვიდან გამომდინარე ალბათ ხვდებით, რომ ამ კაცს ყველაზე მეტად აინტერესებს სწორედ შენობის სტრუქტურები, კონსტრუქცია და ახლა ამ სურათებზე რასაც ხედავთ, ეს არაჩვეულებრივი გადახურვები და კამარები რაც გვაქვს, ეს არ არის დეკორი, ჩემო მეგობრებო, არ არის მოხატულობა, არ არის პრინტი ან რამე სხვა. ყოველივე ეს არის ფაქტობრივად რკინაბეტონი. მე ვამბობ ხოლმე დაწნულია თქო, იმიტომ რომ იმდენად შთამბეჭდავია თვითონ ეს კონსტრუქციის დახვეწილობა და სილამაზე, რომ რთულია რამას შეადარო. მთლიანად რკინაბეტონის კონსტრუქციებია, მოულამაზებელი, მოუპირკეთებელი, ერთადერთი შეღებილია ალბათ კიდევ და აი ფაქტობრივად ქსოვს უზარმაზარ აი ამ კამაროვან გადახურებს პიერ ლუიჯი ნერვი. ეს არის ერთ-ერთი ესეთი გარღვევა იმ პერიოდში, როდესაც მინდა შეგახსენოთ, რომ არც კომპიუტერები არ არსებობს ჯერ და არც CAD პროგრამები და არაფერი მსგავსი დამხმარე საშუალება. ფაქტობრივად ეს ყველაფერი არის დათვლილი ხელით,
და აჩვენეს ესე იგი იტალიელი მოდერნისტების და ინჟინრების აი ამ გაბედულობას. რამდენი რამე შეძლებია და რა სირთულის დავალებებს ირჩევენ იმის მაგივრად, რომ ააშენონ ბრტყელისა და დარბაზი რა. დარბაზიც არის და დარბაზიც არის და აქ ახლა ვინაიდან თუნდაც ეს მარჯვენა ფოტოებში რასაც ხედავთ, ეს არის რომის პაპის აუდიტორიუმი ვატიკანში. ალბათ ხვდებით, რომ ვატიკანში მიქელანჯელოს და რაფაელის და ბრამანტეს გვერდზე არ შეიძლება რომ რაღაცა მარტივი და სადა შენობა ჩაუდგათ, ესეთი მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთება საჭირო. შესაბამისად, პიერ ლუიჯი ნერვი, მე მგონი, ძალიან დამაჯერებლად თავაზობს სწორედ ასეთი ტიპის ახალ არქიტექტურას. სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ შემდგომში უკვე 20-30 წლის შემდეგ, როდესაც ჰაი-ტეკი წარმოიშვება, უკვე და ახალი თაობა მოიფიქრებს ჰაი-ტეკს, პიერ ლუიჯი ნერვი აღმოჩნდება ძალიან დიდი ინსპირაცია ჰაი-ტეკის ბიჭებისთვის. თუნდაც ეს ჭერი რო ავიღოთ, მისი ნახეთ ანა ეს ქვედა ნაწილი, ძალიან დიდი დოზით ეყრდნობა აი ამ სტრუქტურებს, მაგალითად ნორმა ფოსტერი. ოღონდ ნორმა ფოსტერი მუშაობს ლითონში, ჰაი-ტეკისთვის საყვარელ და დამახასიათებელ მასალაში, ხოლო პიერ ლუიჯი ნერვის ნამუშევრები კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის რკინა-ბეტონი და კიდევ ერთ ასეთ მნიშვნელოვან ზღვარს გადალახავს ნერვი, იმ თვალსაზრისით, რომ ეგონათ, რომ რკინა-ბეტონი შეზღუდული მასალაა, რეალურად კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რამდენად დიდი პოტენციალია ამ მასალაში და რამდენი რამის გაკეთება შეუძლიათ. შენ ოღონდ თქვი და ოღონდ მოიფიქრე და ოღონდ დააპროექტე, ხო? თორემ მასალა მოყვება ფაქტობრივად ძალიან თავისუფლად. მინდა გაჩვენოთ ლე კორბუზიეს კიდევ ერთი პროექტი. ეს არის ვილა სავოიე, საფრანგეთში. აი ეს არის კაცმა რა თქოს კლასიკური კორბუზიანული პრინციპით დაპროექტებული ვილა, მთელი თავისი 5 პრინციპით, რომელიც წეგან ჩამოთვალე. და ამ ვილას გაჩვენებთ იმ თვალსაზრისით, რომ მინდა გითხრათ რაოდენ მნიშვნელოვანი არის ყოველი ნამუშევარი, როდესაც აი მართლა კონცეპტუალურად და მნიშვნელოვნად არის დამუშავებული დეტალები. როგორც გითხარით, ეს არის 5 პრინციპის საჩვენებლად გაკეთებული პროექტი, ანუ 5-ვე პრინციპი არის სრულყოფილად დაცული და ამ შენობიდან კიდევ ერთმა შემდგომი თაობის ძალიან მნიშვნელოვანმა და ცნობილმა არქიტექტორმა ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ააშენა მთელი თავისი კარიერა. მე ვსაუბრობ რიჩარდ მაიერზე, ეს არის ამერიკელი არქიტექტორი, უკვე შემდგომი თაობისა და რიჩარდ მაიერმა იმდენად შეიყვარა ვილა სავოია და 5 პრინციპი და ფაქტობრივად კორბუზიანიზმის ეს იდეები, რომ შემდგომში გააკეთა მრავალნაირი ვარიაცია აი ამ თემაზე. ესეც კერძო საცხოვრებელი სახლებია უკვე ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებში და ახლა გაჩვენებთ რაოდენ გავს და რაოდენ არ აკავს მისი შენობები ვილა სავოიას. ეს არის ზალცმანის სახლი, უკვე 60-იან წლების ბოლოს გვაქვს ფაქტობრივად აქ მშენებლობა. აქაც რკინა-ბეტონი გვაქვს ყველგან თავისთავად და ლითონის ელემენტები მოაჯირებისა და კიბის უჯრედების სახით. აქაც ნახეთ როგორ იმეორებს ვილა სავოიას ფორმებს. თან მართკუთხა, კვადრატული, თეთრი და ესეთი სადა ფორმები აქვს და თან ეს მომრგვალებული ნაწილები, მომრგვალებული კუთხეები. აი კიდევ ერთხელ შევხედოთ. ეს არის ლე კორბუზიე, ეს არის რიჩარდ მაიერი. კიდევ გვაქვს ესეთი პროექტი მაგალითად. ეს არის უკვე შამბერგის სახლი. 70-იანი წლებია, 74 წელია და აქაც ფაქტობრივად მიყვება აი ამ მიმართულებას, ხო? რკინა-ბეტონის ისადავე, სიხისტე, პლუს ცოტა ეს შერბილებული აივნის ფორმები, დიდი ლენტური ფანჯრები და ლითონის ალათები ღიობებზე. ეს არის სმითის სახლი. ფაქტობრივად აი ერთი და იგივე პრინციპის მრავალ სახეობას გვაჩვენებს და ზოგჯერ უკვირთ ხოლმე ჩემს სტუდენტებს, რომ როგორ გითხრათ, ანუ თითქოს ერთი და იგივე სიმღერას მღერისო ადამიანი რა მთელი ცხოვრება და ან როგორ არ მობეზრდა, ან როგორ სხვა რამე არ უნდა გააკეთოს, ანუ ყველანაირი მიმართულება არსებობს რა არქიტექტურაში. ზოგი არის ერთმანეთს არ იმეორებს პროექტები და ეგეთ ხალხსაც ვიცნობთ ჩვენ, მაგრამ აი რიჩარდ მაიერმა ერთი მიმართულება არჩი. ფაქტობრივად ერთი სახლიდან გამოიყვანა ძალიან ბევრი კარგი შენობა კიდევ. აი ეს არის განსაკუთრებით ესეთი შთამბეჭდავი სახლი კიდევ დაგლასის სახლი მიჩიგანში, რომელიც უყურებს ტბას და დგას კაცმა რა თქოს ესეთ ტყიან მთაზე. ციცაბო ესეთი დამრეცი მთა არის საკმაოდ და სულ არის განაშენიანებული მწიწვოვანი ხეებით.
არაჩვეულებრივი სილამაზის ადგილი არის და სპეციალურად აკეთებს რიჩარდ მაიერი აი ესეთ მკვეთრ კონტრასტს ბუნებრივსა და არაბუნებრივს, ანუ არქიტექტურულ შორის. იცით თქვენ და ბევრჯერ საუბრობ ხოლმე მე ამის შესახებ, რომ არქიტექტურა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე არაბუნებრივი რამ არის დედამიწის ზურგზე. არაბუნებრივში ამ შემთხვევაში ცუდს არაფერს არ გულისხმობ. უბრალოდ ფაქტის აღნიშვნა არის რა, რომ ის რაც ხელოვნურია, რაც ხელოვნების ნაწილია, რაც ადამიანის მიერ არის შექმნილი, არ არის ხა ბუნებრივი და რა ვქნათ, ხო, ეგრეა. შესაბამისად, აქ რიჩარდ მაიერი სწორედ ამ იდეას უსვამს ხაზს, რომ ესე იგი არქიტექტურა რაოდენ გამოირჩევა ბუნებრივი ლანდშაფტისგან და საერთოდ ამ გამწვანებისგან და მიუხედავად ამისა, მაინც რამდენად კარგად შეიძლება მოერგოს ობიექტი ესეთ არაჩვეულებრივ ლამაზ ლანდშაფტს. გავაგრძელოთ საუბარი რკინაბეტონის გამოყენებაზე არქიტექტურაში და ჩემი აზრით აუცილებლად უნდა ვახსენოთ ისეთი დიდი ამერიკელი არქიტექტორი, როგორიც არის ლუის კანი. ფაქტობრივად ხშირად ვიმეორებ ხოლმე, რომ ლუის კანი ამერიკელებისთვის არის რეალურად აი რაიტის შემდეგ ალბათ ყველაზე საყვარელი არქიტექტორი. ძალიან უცნაური და საინტერესო ცხოვრება ჰქონდა ამ კაცს იმ თვალსაზრისით, რომ როგორც წესი, ხა უნივერსიტეტის შემდგომ მივდივართ ხოლმე ხო არქიტექტორები და ვიწყებთ ჩვენს პრაქტიკას და 50 წლისთვის როგორც წესი უმეტესობას უკვე აქ ხოლმე აშენებული, რამდენიმე ობიექტი მაინც თუ არა ბევრი. და აი ლუის კანის ცხოვრება კი სულ სხვანაირად დაიწყო, იმიტომ რომ ლუის კანის ცხოვრების დიდი ნაწილი მან მიუძღვნა თეორიას. იყო იელის უნივერსიტეტის პედაგოგი, პროფესორი, თან უბრალო კი არა, ერთ-ერთი უსაყვარლესი პროფესორი იყო სტუდენტებისთვის. ფაქტობრივად ჩანაწერებიც არსებობს. შავ-თეთრი ჩანაწერები ლუის კანის ლექციების და ფოტოსურათები, სადაც ჩანს, რომ ათეულობით და ასეულობით ხალხი არის მოჯარული მის გარშემო, მის მოსასმენად არის მოსული და ესე იგი არ სუნთქავენ, ისე უსმენენ. ასე რომ როგორც თეორეტიკოსი იყო ძალიან ცნობილი, ძლიერი და საყვარელი პედაგოგი და ისე აიწყო მისი ცხოვრება, რომ პრაქტიკაში ფაქტობრივად თავისი თეორიები და თავისი იდეები შეძლო განახორციელებინა მხოლოდ უკვე ცხოვრების ბოლო დეკადაში, ასე ვთქვათ, დაღვინდა მისი თეორიები და რაღაცნაირად გაუმართლა, რომ ნახა ისეთი დამკვეთი, ვინც იყო თანახმა, რომ დაეფინანსებინა მისი უზარმაზარი მასშტაბის პროექტები. საერთოდ კანის სტილი არის ხსენებული როგორც ნეომონუმენტალიზმი. ანუ უზარმაზარ მასშტაბზე გასული მონუმენტური შენობები აქვს. ფაქტობრივად მას აინტერესებს როგორც პოსტმოდერნის ანტიკური და პრექრისტიანული კულტურების არქიტექტურას ყველა კონტინენტიდან, არა მხოლოდ ევროპა, არამედ სამხრეთ ამერიკა, მაგალითად ჩრდილო ამერიკა, ინდოეთი, ეგვიპტე, შუა მდინარეთი, ბაბილონი და სხვა და სხვა. და ფაქტობრივად ეს გრანდიოზული ტაძრები, სალოცავები, ფარაონების სასახლეები და უზარმაზარი მეგალითური ნაგებობები არის დიდი ინსპირაციის წყარო ლუის კანისთვის და ეს იდეები მას მოაქვს უკვე მე-20 საუკუნეში და უთანხმებს მათ მოდერნიზმს. იმიტომ რომ თავად არის მოდერნიზმში აღზრდილი კაცი და აი ფაქტობრივად იცით როგორი ასაკში ცოტა გარღვევა აქვს, იმიტომ რომ ეს არის პოსტმოდერნისტებზე უფროსი, მაგრამ მოდერნისტებზე უმცროსი. ანუ ლე კორბუზიეს თაობაზე ცოტა უმცროსია. შესაბამისად, ფაქტობრივად ესეთი ჰიბრიდული არქიტექტურა აქვს და არის ძალიან შთამბეჭდავი თავისი არ მხოლოდ მასშტაბებით, არამედ ამ გაბედულობით, როგორითაც იყენებს ის სიმბიოზებს აი ამ ძველისა და ახლისა. იმ პერიოდში, როდესაც ეს ჯერ არ არის მოდაში, ჩემო მეგობრებო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვინაიდან უნდა გვახსოვდეს, რომ ლე კორბუზიემ და მისმა კოლეგა მოდერნისტებმა ფაქტობრივად ტაბუ დაადეს არქიტექტურაში ისტორიული ელემენტების გამოყენებას. ხოლო ლუის კანი არის ერთ-ერთი პირველი, ვინც იკვლევს ამ ისტორიულ ელემენტებს და არა მხოლოდ იკვლევს, არამედ მოაქვს ფაქტობრივად პრინციპები, დეტალები და უთავსებს მათ თანამედროვე ასე იგი სტანდარტებსა და თანამედროვე არქიტექტურულ ესთეტიკას. რაც შეეხება ამ შენობას, ეს არის ესეთი ცნობილი მაგალითი მის შემოქმედებიდან. გახლავთ სალკის ინსტიტუტის ბიოლოგიის ფაკულტეტის საერთო საცხოვრებელი სან-დიეგოში. ფაქტობრივად აქ გვაქვს ჩვენ სარკულის სიმეტრიით, აი ამ ღერძის
გარშემო მარჯვნივ და მარცხნივ განვითარებული ერთნაირი ტიპური საცხოვრებელი მრავალბინიანი ესეთი ობიექტები, ორი ცალი. პატარა ბინები არის სტუდენტებისთვის რეალურად, სადაც ყოველი ბინა არის მიმართული ხედით ზღვისკენ. კალიფორნიას და შესაბამისად მოგახსენება ძალიან ლამაზი პეიზაჟი ეშლებათ წინ, ოკეანეს უყურებენ. შესაბამისად, აი კაცმა რა თქვა, ეს უძველეს ისტორიულ კოდს იყენებს თვითონ ამ სარკულის სიმეტრიის სახით. პლუს აძლიერებს ამ თემას აი ამ ღერძული წყლის პატარა ესეთი რუა გაკეთებული, ხო, წყლის სარკია და ჩანჩქერივით პატარა დეკორატიული ესეთი წყლის ელემენტი, რომელიც მიემართება ოკეანისკენ და აი მზის ჩასulis ესე იგი სცენაში განსაკუთრებით ძალიან შთამბეჭდავია. ასე რომ აი სარკულის სიმეტრია, ეს თვითონ პროპორციები, ხო, რაღაცნაირი ერთნაირი ელემენტების გამეორება და წყლის გამოყენება, კიბეები კიდე აქეთ-იქით ორი ლამაზი კიბე, ფაქტობრივად რაღაცნაირად ძალიან ახლოს აყენებს ამ სივრცეს უძველეს საკრალურ სივრცეებთან. ახლა ერთ-ერთში რა თქმა უნდა ფარაონის ქანდაკებები და მოხატული სტელები არ უდგას, მაგრამ ანტურაჟი არის რაღაცნაირად ძალიან საკრალური შექმნილი, მიუხედავად იმისა, რომ არ არის ეს მაინც და მაინც სალოცავის სივრცე, ხო? მოგეხსენებათ, გითხარით, რომ არის საცხოვრებელი ობიექტი. და ახლა შევხედოთ მის აპოთეოზს, ფაქტობრივად ლუის კანის შემოქმედების აპოთეოზია. ეს გახლავთ ბანგლადეშის ეროვნული ანსამბლის კომპლექსი, ქალაქ დაკაში. უზარმაზარი მასშტაბის შენობა არის და კიდევ უფრო განსაცვიფრებელია საერთოდ ეს მასშტაბები და ლუის კანის გაბედულობა, თუ გავიხსენეთ იმას, რომ ამ პერიოდში ბანგლადეშმა SSA მიიღო დამოუკიდებლობა და ფაქტობრივად სახელმწიფოს არათუ ინფრასტრუქტურა არ აქვს, არაფერი არ არის რა, არასდროს არ ქონია დამოუკიდებლობა ამ ქვეყანას, ახალგაზრდა სახელმწიფო იყო მაშინ. გაგიკვირდებათ ალბათ, რომ დაფინანსებაც მაინც და მაინც არ ქონდათ. არ იყო აბსოლუტურად იმისი რესურსი, რომ აეშენებინათ ამხელა სამმართველო შენობები. მაგრამ აი ლუის კანის გულისხმიერება იმაშიც გამოიხატა, რომ ფაქტობრივად თითქმის უსაზღიდლო დაუპროექტა ამხელა ობიექტი. სახელმწიფოს ხარჯი იყო მხოლოდ მშენებლობა. და ლუის კანი კიდევ თავის მხრივ, აი როგორ გითხრათ, აბსოლუტურად ალტრუისტულ შრომას ეწეოდა იმ თვალსაზრისით, რომ თვითონ ამერიკაში ცხოვრობდა და წვეში რამდენჯერმე ცდილობდა, რომ ეფრინა აზიაში დაეხედა ამ ობიექტისთვის, კიდევ ინდოეთში და სხვა ქვეყნებში მიმდინარე თავისი ობიექტებისთვის და ფაქტობრივად აი ცხოვრების ბოლოს ამ კაცმა გაატარა თვითმფრინავებში და სხვა ტრანსპორტში რა შეიძლება ესე ითქვას, აი მართლა რომ ჩემოდანზე მაცხოვრებელი არქიტექტორი იყო და ზოგჯერ ძალიან მიკვირს ხოლმე როგორ მოასწრო, რომ აი ბოლო 10-15 წლის განმავლობაში იმდენი ობიექტი ააშენა და დაასრულა, რამდენიც ზოგიერთს მთელი ცხოვრების მანძილზე არ აუშენებია. პლუს ამხელა მასშტაბებით. წარმოუდგენლად დიდია ეს შენობა. თან აქაც ნახეთ აღნიშნეთ როგორი სარკულად სიმეტრიული შენობა არის, ფაქტობრივად ესეთი ჯვრის ტიპის შენობა არის, ხო? და აქაც იმეორებს, როგორც ვთქვით, ფაქტობრივად მიქსი არის უძველესი უზარმაზარი მასშტაბის სალოცავი და ესეთი მუნიციპალური და სამმართველო შენობებისთვის დამახასიათებელი ელემენტებისა და თანამედროვე მოდერნისტული მიდგომებისა. ძალიან დამახასიათებელია ლუის კანისთვის მაგალითად ეს უზარმაზარი წრიული ჩაჭრები ამ მზით კედლებში. ასეთ ელემენტს სხვაგანაც იყენებს, ძალიან თამამად, ძალიან ესე გაბედულად. აი აქაც ხო, გარე ფასადზეც გვაქვს, შიგნითაც გვაქვს, ფაქტობრივად ინტერიერში და განათების თვალსაზრისითაც ესეთ ღიობებს აკეთებს, ხო, წრიულ ღიობებს, სამკუთხა ღიობებს. გვარი ხელწერა არის ლუის კანისთვის დამახასიათებელი, სხვა ბევრ ელემენტთან ერთადაც, მაგრამ ეს არის განსაკუთრებით ესე ხაზგასასმელი. ასე რომ, მოკლედ რკინაბეტონის გამოყენებაში კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ლუის კანმა და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ აი ბრუტალისტურ მიმართულებასაც საკმაოდ უჭერდა მხარს. ასე რომ ბრუტალისტებმა მოიფიქრეს ესეთი მიდგომა, რომ აი პირდაპირ სიტყვიდან გამომდინარე ბრუტალიზმი ნიშნავს ბეტონ ბრუტ, ანუ დაუმუშავებელი ბეტონი, ხისტა და ესეთი ჩამოსხმული დატოვებული ბეტონის ესთეტიკა შემოიტანეს, არა იმიტომ რომ ლამაზად მოეჩვენათ, არამედ იმიტომ რომ პირველ რიგში იაფიჯდებოდა და ის კი არა ზოგ შენობაში კომუნიკაციებსაც არ ფუთავდნენ ხოლმე იმისთვის, რომ დაეზუგათ დრო და რესურსები.
და აი ლუის კანიც მიყვება ამ ხალხის მიმართულებას, ნახეთ, ცოლ-ქმარის მიცონების და სხვა ბრუტალისტების იდეებს იზიარებს და რეალურად აიაფებს თავის შენობებს ამითი, რომ მოპირკეთებული კი არ არის ეს უზარმაზარი კედლები, ხო, ახლა ხო შეიძლებოდა აქ ათასნაირი ძვირფასი ლამაზი მასალა გამოეყენებინა, მაგრამ გასაიაფებლად, მოკლედ, შემოაქვს ეს ბრუტალური, ანუ დაუმუშავებელი ბეტონის ესთეტიკა. კიდევ ვისაუბროთ ბეტონის გამოყენებაზე უფრო პლასტიკურ ფორმებში. ეს არის უკვე ეიროსაარინენის ნამუშევრები. ეს გახლავთ JFK-ის, ანუ ჯონ კენედის სახელობის აეროპორტი ნიუ-იორკში. ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი არის, გარდა იმისა, რომ ესე იგი ცნობილი პრეზიდენტის სახელობის აეროპორტია, კიდევ არქიტექტურული დატვირთვა აქვს, მას ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ეიროსაარინენმა, რომელიც თავიდან იყო აღზრდილი, რა თქმა უნდა, მოდერნიზმში და ინტერნაციონალურ სტილში აშენებდა ახალგაზრდობის წლებში, შემდგომ იწყებს თავის მიმართულებას. მისი შენობები ჯერ კიდევ მათემატიკურია, მაგრამ აღარ არის ხისტი და აღარ არის მართკუთხა. არამედ შემოაქვს ესეთი საინტერესო გეომეტრიული ფიგურა, რომელსაც ქვია ორმაგი სიმრუდის გარსი. ფაქტობრივად არის ორი მრუდის გადაკვეთა ერთმანეთთან და ეს არის ერთ-ერთი ნოუ-ჰაუ საარინენის. და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც ჯერ არ არის კომპიუტერი და კად პროგრამები ჩვენ პროფესიაში და ნუ ისე საერთოდაც არ არის. შესაბამისად, მთელი ეს ორმაგი სიმრუდის გარსები დათვლილი არის საინჟინრო ძველებური ტექნოლოგიებით, ხელით ქაღალდზე და ალბათ ხვდებით, რამდენად რთული იქნებოდა ეს გამოწვევა მათთვის და კაცმა რო თქვას, ახლა რო დავფიქრდეთ, რისთვის აიდგია თავი ამ კაცმა, ცოტა არ იყოს უცნაურია, ხო? ახლა ხო შეიძლება უფრო მარტივადაც გადაწყვიტო რა, გადახურვა. რა საჭიროა ახლა ეს მთელი ბნებათა ღელვა ფორმების, მაგრამ ნუ აი ამაში არის რა, ნიჭიერი ადამიანის წევლაც ალბათ და პრივილეგიაც, რომ არ აკმაყოფილებთ უკვე ცნობილი და მცვეთილი თემები. შესაბამისად, საარინენს შემოაქვს ესეთი პლასტიკური თავისუფლება საკუთარ ობიექტებში. ესეც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ იყო პოპულარული გადაწყვეტილება 50-იანი წლებისთვის, ვინაიდან ჯერ კიდევ ძალიან ხისტი ესეთი მოდერნისტული დოგმატიზმი არის ჩვენ პროფესიაში. არ არის მიზანშეწონილი რა, მაინც და მაინც ესეთი პლასტიკური ფორმების კეთება, ხვდებით ხო? არარაციონალურად მიაჩნიათ, აძვირებს პროექტს, ტყუილა კარგავს სივრცეებს მათი გადასახედიდან და სხვა და სხვა. შესაბამისად, ცოტა არ იყოს სკეპტიკურად უყურებდნენ ამ კაცს და ნუ აი როგორ გითხრათ რა, მოდერნისტები ვერ მოიწონებდნენ თლად, მაგრამ ახალი თაობის დამკვეთებს უკვე ძალიან მოსწონთ ასეთი დიზაინერული მიდგომა და ფაქტობრივად შემიძლია ვთქვა, რომ ეიროსაარინენი მთელი თავისი შემოქმედებით იყო ერთ-ერთი პირველი მრავალთაგან, ვისაც შემდგომ უკვე ჩვენ ვუწოდებთ ხოლმე ესეთ რაღაცნაირ უცნაურ სახალს, როგორიც არის Star-architect-ი. ხო, ანუ Star architect, ვარსკვლავი არქიტექტორი, ხო, აი რაღაც celebrity. აი საარინენი იყო ერთ-ერთი პირველი ასეთი ადამიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კაცი, რომლის ფოტოც დაბეჭდეს ჟურნალ Times-ში და ასე შემდეგ. ანუ საკმაოდ ესეთი გავლენიანი და გლამურული პერსონა გახდათ, მაგრამ სამწუხაროდ ესეც ადრე გარდაიცვალა, ფაქტობრივად 60 წელს არ მიუღწევია ოპერაციის დროს, ესე იგი გარდაიცვალა და თუ არ ვცდები 56 წლის იყო. და სამწუხაროდ რაც მოასწრო ააშენებინა ეს იყო. რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი აქვს და კიდევ აქვს მთელი სერია დიზაინების, რომლებზეც ახლა არ დავკარგავ დროს რომ მოგიყვეთ, მაგრამ ვისაც გაინტერესებს, შეგიძლიათ დაგუგლოთ ცოლ-ქმარ ეიმსებთან ერთად კოლაბორაციაში გაკეთებული ულამაზესი და ძალიან ცნობილი ავეჯის მთელი სერია აქვს გაკეთებული ეიროსაარინენს. ესეც არის მისი ერთ-ერთი პროექტი, დალასის ინტერნაციონალური აეროპორტი. ნახეთ ახლა რკინა-ბეტონი როგორ დაიმორჩილა აქ და აი ფაქტობრივად პლასტელინივით ხმარობს, ხო? აი როგორც თვითონ მოეწონა ისეთ ფორმაზე მოდრიკა, ეს უზარმაზარი გადახურვა და აბალანსებს აყრდნობს ამ გადახურვას მხოლოდ დაქანებულ ესეთ მზით კოლონებს, ხო? ძალიან დიდი გაბედულობა ჭირდება ასეთ თავისუფალ ფორმებს, ჩემო მეგობრებო, იმიტომ რომ რთული გასაკეთებელია საინჟინრო თვალსაზრისით. მაგრამ, ნუ, აი, ეგ არის რა, ნიჭიერი ადამიანი როცა ხარ, არ გინდა აკეთო მარტივი, გინდა აკეთო ის, რაც არის განსხვავებული, საინტერესო და რთული.
კიდე მინდა გაჩვენოთ, ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ობიექტია დედამიწის ზურგზე, ხო? სიდნეის ოპერა, რომელმაც ავსტრალიის სახელი გააცნო ფაქტობრივად მსოფლიოს კულტურული თვალსაზრისით, იმიტომ რომ საოპერო თეატრი ავსტრალიისთვის იყო ძალიან მოულოდნელი ობიექტი, რა კი ავსტრალია ახალგაზრდა ქვეყანაა და ფესვები არ აქვს მას საოპერო სცენაზე საერთოდ. არ იყო რა მათთვის ეს დამახასიათებელი კულტურული მოვლენა. ჯერ ერთი ესე იგი სერიოზული ესეთი კულტურული განაცხადი იყო ამ ობიექტის შექმნა და შემდგომ უნდათ რა თქმა უნდა ძალიან განსხვავებული არქიტექტურული სახეც რომ მიიღოთ. წარმოვიდგინეთ ახლა ამის მაგივრად აქ რო ჩაედგათ, არ ვიცი, რაღაცა კორბუზიეს გავსი მართკუთხა რაღაცა ესეთი მოდერნისტული შენობა, ძალიან მოსაწყენი იქნებოდა ალბათ და ვერ გახდებოდა სახე. ხოლო ეს უცნაური ფორმის შენობა, რომელსაც რას არ უწოდებენ, ღმერთო ჩამო აფრებსაც, კუებსაც, ჯავშანსაც, რა ვიცი მე, ხან გარეცხილთებშებს ამგვანებენ და ხან რას, ასეა თუ ისეა, იქცა ფაქტობრივად ავსტრალიის სიმბოლოდ, რომელიც, რა ვიცი, კენგურუს შემდეგ უეჭველია, ეს გაგახსენდებათ ხოლმე ალბათ, ხო, ავსტრალიაზე. და მინდა გითხრათ, ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ ეს შენობა კი ეკუთვნის იორნ უცონს, მაგრამ არ აღმოჩნდა მოკლედ ეს ამბავი ერო საარინენის მონაწილეობის გარეშე, ვინაიდან საარინენი იყო ამ კონკურსის ჟიურიში და ფაქტობრივად ეს პროექტი ესეთ ლეგენდის დონეზე ვიცით, რომ თითქოს იორნ უცონმა ახალგაზრდა არქიტექტორმა კონკურსზე წარადგინა ფაქტობრივად თავისი ჩანახატების დონეზე. არ იყო ნახაზებიც კი დამუშავებული, უბრალოდ ჩანახატები აჩვენა და ერო საარინენმა იმხელა პოტენციალი დაინახა ამ ფორმებში და იმდენად მოეწონა და აქ აღნიშნეთ, რომ აქაც ორმაგი სიმრუდის გარსები აქვს გამოყენებული, ოღონდ უფრო სამკუთხა კონფიგურაციას აძლევს, ხო? JFK-ის აეროპორტის ორმაგი სიმრუდის გარსი, როგორია, უფრო გაშლილია. და აქ არის უფრო ესეთი შემჭიდროებული, თითქოს ლოტოსის ყვავილის ფურცელი იყოს, ხო? უფრო ესეთი ფორმა აქვს. და ძალიან მოეწონა ერთ სიტყვით ეირო საარინენს. შესაბამისად, მოკლედ ესე ამბობენ, რომ მას მიუძღვის დიდი წვლილი ამ შენობის არჩევაში. მერე ხა რამდენი იწვალეს და რამდენი დაჯდა შენობა და როგორ გაურთულდათ შენებლობა და სხვა, ეგ უკვე ასე ვთქვათ შემოქმედებითი სირთულეების თემაა, მაგრამ ასეა თუ ისეა, გაამართლა ცხოვრება მაჩვენა, რომ გაამართლა ამ შენობამ მასში ჩადებული მთელი ეს რესურსები და სირთულეები, ასე რომ დიდი რეპუტაციის მქონე და სახელის მქონე შენობა აშენდა და ესეც არის რკინა-ბეტონის კიდე ერთი წინსადგმული ნაბიჯი, ხო, აი ამ მასალის გამოყენებაში. ახლა ვისაუბროთ ალბათ რკინა-ბეტონის ამბავში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ არქიტექტორზე. დღესდღეობით ვახსენებ თუ არა რკინა-ბეტონს ხშირად პირდაპირ ტადაო ანდოს შემოქმედებაზე მიგვდის ხოლმე გონება. ფაქტობრივად ეს ის ადამიანია, რომელმაც ბეტონი გადააქცია თავის მთავარ მასალად და საერთოდ მის არქიტექტურაში მთავარი მასალა არის. ანუ მოპირკეთებასაც კი არ ხმარობს ხშირ შემთხვევაში. მაგალითად ეს არის მისი პირველი ობიექტი, რომელიც ააშენა იაპონიაში. ამას ქვია რიგითი სახლი და კიდე ეძახიან ხოლმე მეთევზის სახლს, ვინაიდან მეთევზეების უბანში აშენდა. და მინდა გითხრათ, რომ აშენდა იმ პერიოდში, როდესაც მის დამკვეთს არ ქონდა ბევრი ფული, რომ დაეფინანსებინა მთელი ეს მშენებლობა. პლუს მინდა თქვენ ყურადღება მივაპყრო იმას, რომ მიწის ნაკვეთი არის ძალიან ვიწრო. ფაქტობრივად ორ სხვა საცხოვრებელ სახლს შორის დარჩენილი ერთი პატარა ვიწრო ზოლია მიწის. დამეთანხმებით ალბათ, რომ ძალიან რთული სამუშაოა ასეთ სივრცეში. აი რა გინდა რომ გააკეთო, ფაქტობრივად 3 მეტრია სიგანეში, ხო, შეიძლება მაქსიმუმ 4 მეტი არა. შესაბამისად, აი რა გინდა რომ მოიფიქრო. ალბათ ბანალური არჩევანი იქნებოდა ან წითელი ხაზის პირზე გაეკეთებინა აქეთ ქუჩის პირზე ეს სახლი და უკან ეზო მიეცა, ან პირიქით, ხო, უკან სახლი და წინ ეზო და რაღაცნაირად პატარა ესეთი სახლი ექნებოდა ამ ადამიანს, მაგრამ ტადაო ანდოს ნიჭიერება ფაქტობრივად ჩანს თავიდანვე და მით უფრო გასაოცარი არის, რომ ეს ადამიანი ფაქტობრივად მოკლებულია აკადემიურ არქიტექტურულ განათლებას. ძალიან უცნაური ისტორია, მე მგონი ერთადერთი ესეთი ცნობილი არქიტექტორი, რომელსაც განათლება არ მიუღია ასე რა, უნივერსიტეტში არ უსწავლია არქიტექტურა და იმ დონეზე ავიდა, რომ ფაქტობრივად პრიცკერის პრემია მიიღო საკმაოდ ახალგაზრდამ. მე მგონი 45 წლის ასაკში თუ აი დაახლოებით თავის 40-იან წლებში იყო. და აი პირველივე ობიექტში მოკლედ გვაჩვენებს, რამდენად არატრივიალურად მუშაობს მისი შემოქმედებითი გონი.
ფაქტობრივად სახლს ყოფს ორ ნაწილად, ორი ტოლი ნაწილი აქვს და შუაში არის სახლი გაჭრილი ესეთი შიდა ეზოთი. და ძალიან უცნაურია ის, როგორ გითხრათ, ჩვენი გაგებით სახლში რო შეხვედი, всё, სახლში შეხვედი და მე უნდა იტრიალო სულ შიდა სივრცეში ოთახიდან ოთახში. მაგრამ იაპონიაში ცოტა არ იყოს, ყველაფერი განსხვავებულია და ეს მიდგომაც ცოტა სხვანაირად ესმით როგორ ჩანს. ნახეთ, მოძრაობა როგორ ხდება ამ სახლში. შემოვედი ქუჩიდან, აქ მაქვს გასახდელი, მაგრამ საიმისოდ რომ მოვხვდე სხვა ოთახებში, უნდა გავიარო შიდა ეზო. ანუ ფაქტობრივად ისევ გარეთ გავდივარ იმისთვის, რომ ისევ შიგნით შევიდე. და იმისთვის, რომ ზევით ავიდე, აგრეთვე ისევ გარეთ გავდივარ, კიბით ავდივარ საძინებელში და აქედან თუ მინდა კაბინეტში გადმოვდივარ ხიდით. გარეთ გასვლა მჭირდება მაინც ასე თუ ისე. და ეს ძალიან უცნაური მიდგომა არის და ისიც აღნიშნოთ, რომ მისი დამკვეთვის როგორ შანს ძალიან გაბედული ადამიანია, რა კი დასთანხმდა ხო ესეთი ობიექტის აშენებაზე. მსგავსი რა ვიცი იშვიათად თუ მინახავს ესეთი რამე, როგორც წესი არ ხდება ესეთი გეგმარება, მაგრამ ტადაო ანდომს სწორედ ასე შემოგთავაზა. პლუს საინტერესო ისიც არის, რომ არა აქვს გარე ფასადზე ფანჯრები, საერთოდ ხედავთ ხო? ყველა ღიობი იყურება შიგნით შიდა ეზოში. და პლუს არა აქვს მოპირკეთება, ყველა კედელი და ჭერი არის ჩამოსხმული რკინა-ბეტონით. ჩანს ხო, მოკლედ ხასიათი ამ შენობის გავს ცოტა არ იყოს რაღაცა ესეთი ბუნკერის ვიზუალი აქვს, ცოტა პირქუშია ალბათ, მაგრამ ეს არის ტადაო ანდოსთვის დამახასიათებელი სტილი. კიდევ მინდა გაჩვენოთ ესეთი მისი ნამუშევარი, ესეც კერძო საცხოვრებელი სახლია, საკმაოდ ინტროვერტული ესეთი სახლია, რომელიც ნახეთ, ნახევრად არის შეჭრილი ეს რელიეფში. ზედა წერტილიდან შევდივართ ნაკვეთზე და მერე უკვე ჩავდივართ კიბეებით და ნაწილდებით ორ ასეთ მართკუთხა ზონაში. ერთი არის საცხოვრებელი პრივატული ზონა საძინებლებით და მეორე არის უკვე მისაღების ზონა დიდი მისაღები ოთახით და სამზარეულოთი და სხვა. მინდა აღნიშნო ხაზგასმით, რომ საერთოდ ტადაო ანდოს კი არ მიუღია აკადემიური განათლება, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ გაუნათლებელია ამით, არა პირიქით. ტადაო ანდომ ძალიან სპეციფიკურად ისწავლა არქიტექტურა. ჯერ ერთი ძალიან ბევრს კითხულობდა და მერე ძალიან ბევრი იმოგზაურა და უშუალოდ ცოცხლად ნახა ობიექტები და შეისწავლა ადგილზე. და თვითონვე აღნიშნავს, რომ მისი საყვარელი არქიტექტორი თავიდანვე და დღემდე არის ლე კორბუზიე. და ეტყობა კიდევაც ხო გარკვეულწილად მისი არქიტექტურის სიხის წესს, სისუფთავეს, გეომეტრიულობას და რაღაცნაირ ეს ასკეტური დახვეწილობა და ეს ბრუტალურობა ახლავს თან, ხო? შესაბამისად, მოკლედ რა თქმა უნდა ძალიან სახეცვლილია, ახლა ერთ-ერთში არ მიყვება ლე კორბუზიეს გზას, მაგრამ ძალიან ითვალისწინებს მის პრინციპებს. გავჩვენოთ ახლა ინტერიერები. რაც გარედან არის ესეთი პირქუში და ესეთი ბრუტალური შეუღებავი და შეულესავი ბეტონი, ისევ შიგნიდან აქვს დატოვებული და თან აღნიშნეთ როგორ ანათებს ზემოდან, ხო, როგორი ჩაჭრები აქვს სახურავში და კედლებში. რაღაცა არაჩვეულებრივია ფერწერას ქმნის მოკლედ აი ამ მონოქრომულ ბეტონის სიბრტყეებზე. ძალიან საინტერესო მიდგომა არის და მით უმეტეს ხა 80-იან წლებისთვის ძალიან ახლებური იქნებოდა ეს ყველაფერი. და მინდა გითხრათ თვითონ აი დამკვეთსაც გააჩნია რა, იმიტომ რომ როგორც ჩანს ეს ხალხი ისეთი სპეციფიკური ხალხია მისი დამკვეთები, რომ აი ეს ფოტოებს რასაც ხედავთ, ეს არის ერთადერთი ფოტოები გადაღებული ამ სახლში, მაშინ 80-იან წლებში, როდესაც ჩაბარდა დამკვეთს ეს სახლი. იმის მერე როცა შევიდა ოჯახი მოკლედ და კარი გამოიხურეს, всё, რა ხდება ამ სახლში მეტი არ ვიცით ჩვენ. არაფერი. არ ჟურნალისტებს არ უშვებენ, არავის არ უშვებენ და ნუ ახლა ვინმე თუ გაიცნობთ ამ ოჯახის წევრებს და დაუმეგობრდებით და გექნებათ საშუალება რომ შევხვიდეთ შეგნით, მერე მოგვიყევით, ხო, რა ხდება, როგორ შეცვალეს. ძალიან საინტერესოა, ხა გულახდილად რა გითხრათ, რამეს თუ შეცვლიდნენ. არ ვიცი, ყვავილებიან შპალერს თუ გააკრავდნენ, ან რამე ამდაგვარი. მაგრამ მე მგონია, რომ მაინც ისევე დაწოვებდნენ, როგორც ტადაო ანდომ დააპროექტა და მისივე დიზაინის სისუფთავეს ალბათ შეინარჩუნებდნენ, ასე ვფიქრობ. კიდევ მინდა გაჩვენოთ ტადაო ანდოს ძალიან ცნობილი ობიექტი, ეს არის ეკლესია. ეგრეთ წოდებული სინათლის ეკლესია ოსაკაში. ნუ ალბათ ყველას ნანახი გაქვთ ეს ობიექტი, იმდენად ცნობილი არის, რომ რთულია გაექცე მას. რეალურად ძალიან მარტივი გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ არის ერთი ბეტონის ყუთი, რომელშიც გაჭრილი არის ესეთი ჯვრის ფორმის ღიობი.
ეს არის სინათლე, ბუნებრივი სინათლე შემომავალი გაჭრილი კედლიდან. ბევრმა არ იცის, რომ ეს არ არის ერთადერთი სივრცე ამ შენობაში, ფაქტობრივად ორდარბაზიანი შენობა არის, ესეთი. იგივე არის საკვირაო სკოლა, ზედა და ქვედა არის უკვე უშუალოდ ეკლესია, რომელსაც ყველა იცნობს. გარედან ფაქტობრივად საკმაოდ ისეთი არის პირქუში და, როგორ გითხრათ, ბეტონის ყუთია რა. ბეტონის ყუთია. შეიძლება არც მიგიზიდოთ, რო არ იცოდეთ რა არის და შესასვლელიც ნახეთ როგორი არის, ფაქტობრივად უნდა მოვუაროთ და მთელი გრძელი გზა აქვს კიბით დამშვენებული, სანამ შევალთ ათუ სკოლაში, ათუ ეკლესიაში. რეალურად ეს არის ტადაუანდოსთვის დამახასიათებელი ესეთი ჟესტი, ძალიან გრძელი შესასვლელები აქვს ხოლმე და მოსწონს, რომ სანამ ადამიანი შევა მის ობიექტში, მოკლედ რაღაცა გზა უნდა გაატაროს. ეს არის მისი ესეთი დამახასიათებელი თვისება. და რა საინტერესოა და აქ თვითონ გეომეტრიულად გადაწყვეტილი, ნახეთ, მართკუთხა ეკლესია, რომელშიც შევდივართ არა პირდაპირ, არამედ ესეთი მოკვეთილი სამკუთხედი შესასვლელი აქვს და მერე ხვდებით მთავარ შიდა სივრცეში. და კიდე ერთხელ გაჩვენებთ, ესეთი არაჩვეულებრივი სივრცეა შიგნით. მე მგონი ძალიან საინტერესო სპირიტუალური გამოცდილება იქნება აქ ყოფნა. ფაქტობრივად სულ ახალი ესთეტიკა შემოგთავაზა. და კიდევ მინდოდა აღმენიშნა, ხაზგასმით თვითონ აი ამ ტადაუანდოსთვის დამახასიათებელი აი ამ ნახვრეტებიანი ბეტონის ამბავი. ეს ნახვრეტები ლამის X3 სავიზიტო ბარათად და ზოგს გონია, რომ ეს სპეციალურად არის დიზაინის ელემენტი ასეთი და სინამდვილეში არა, ჩემო მეგობრებო, ეს არის ტექნოლოგიური მომენტი ჩამოსხმის დროს პალუვკას, რასაც ვეძახით, ეს თვითონ ხის ელემენტი, რომელშიც ასხამენ ფორმა, რომელშიც ასხამენ ბეტონს, ის მოითხოვს, რომ შეკრული იყოს ესეთ გეომეტრიული დამჭერებით და ფაქტობრივად ეს არის დამჭერების მერე ანაბეჭდი კედელზე. ასე რომ ეს არის ტექნოლოგიური ელემენტი, რომელიც მოეწონა ტადაუანდოს და როგორც დიზაინი ისე დატოვა და დღესდღეობით ისევე არის მასთან დაკავშირებული, როგორც ის, რომ ტადაუანდო იაპონელია მაგალითად. მინდა გაჩვენოთ მისი რკინა-ბეტონის კიდევ ორი სახლი. ეს არის ეგრეთ წოდებული 4-4-ზე, ორი საცხოვრებელი სახლი, სარკული სიმეტრიით შექმნილი ტიპური ორი ერთნაირი სახლი. 4-4-ზე იმიტომ ქვია, რომ მოდულად აღებული არის ყუბი პროპორციებით 4 მეტრი 4 მეტრზე 4 მეტრზე. და მოკლედ ესეთი სამი ყუბი აქვს ერთმანეთზე დაყენებული, ასე ვთქვათ, მაგრამ არა ტრივიალურად და მოსაწყენად, არამედ მოძებნილი აქვს ესეთი ძალიან საინტერესო კომპოზიციური სვლა, ხო? ეს მესამე ყუბი მეორეზე როგორ არის, იგი შეჭრილი და ასეთია ინტერიერი, ფაქტობრივად ძალიან ფართო, ბევრი შუქითა და სივრცით სავსე თანამედროვე საცხოვრებელი სახლია. ერთ-ერთი ძალიან კარგი და ცნობილი ობიექტია ტადაუანდოს შემოქმედებაში. და ბოლოს რკინა-ბეტონის გამოყენების ერთ-ერთი აპოთეოზი მინდა გაჩვენოთ, ეს არის შედარებით ახალი ობიექტი. ფაქტობრივად 21 საუკუნის დასაწყისში აშენებული პატარა ეკლესია, ბრუდერ კლაუს ეკლესია გერმანიაში. ეს არის შვეიცარიელი არქიტექტორის პეტერ ცუმტურის ნამუშევარი და ახლა სხვა რკინა-ბეტონის კონსტრუქციებისგან იმიტომ გამოვარჩევ, რომ ძალიან საინტერესო ისტორია აქვს მის აშენებას. ნახეთ ახლა რა მოიფიქრეს, ზოგადად ძალიან პატარა სივრცეა, აშენებული არის ყანაში პირდაპირ გაგებით. კაცმა რა თქვას, აი გლეხებისთვის რა, იმიტომ რომ გლეხები ამუშავებენ ესე იგი ამ პურის ყანას და ერთ-ერთი სოფლის ეს გამდიდრებულმა წერმა გადაწყვიტა, რომ ამ ხალხისთვის აეშენებინა პატარა სალოცავი და აშენდა ძალიან საინტერესო ტექნოლოგიით. თავდაპირველად მოიტანეს ხის ძელები, რომლებისგანაც ააშენეს კარავის მსგავსი ესეთი კონუსივით ფორმა, ესეთი სამკუთხედი კონუსივით ფორმა შეკრეს. შემდგომ ზემოდან, გარედან შემოაშენეს ხის ესეთი ფორმა, რასაც გარედან ვხედავთ, და ჩაასხეს მერე ბეტონი. შესაბამისად ბეტონი დარჩა, ხვდებით ხო, ალბათ შიგნით ეს კონუსი რაც იყო, ის დარჩა ცარიელი და ზემოდან დაესხა ბეტონი ესეთი მართკუთხა ფორმით. როცა ცოტა შეშრა ეს ბეტონი, აიღეს და შიგნით ხო იყო ხის ძელები და ხის ძელებს შეუკეთეს ცეცხლი და დაწვეს მთლიანად ეს შიდა სტრუქტურა, რაზეც ეყრდნობოდა ეს ბეტონი. შესაბამისად, დღესაც რო შედიხართ შიგნით, შეგიძლია იხილოთ ეს გამომწვარი
ხის ფაქტურა ბეტონზე. ეს ფორმები რაც არის, ეს არის ეს გამომწვარი ხე, რომელიც პლუს კიდე არის დახვრეტილი, ნახვრეტები გაუკეთეს და ამ ნახვრეტებში ჩავსვეს შემდგომ მინა, პატარა მილის ელემენტები აქვს და ძალიან საინტერესო ეფექტი აქვს ამ ყველაფერს შიგნიდან. აბსოლუტურად პატარა სივრცეა, მაგრამ ისეთი გამოცდილებაა, როგორ გითხრათ, შთაბეჭდილება მქონდა თითქოს ვარ რაღაცა პრეისტორიულ გამოქვაბულში. განცდა არის თითქოს პირველი ქრისტიანები ჩუმჩუმად ლოცულობდნენ კატაკომბებში და ესეთ ადგილებში გამოქვაბულებებში და რომ დაძდებდა ხალხი და მოკლედ რა მთელი ამბები რო იყო. ესეთი საკრალური სივრცის რაღაცნაირი ესეთი განცდა არის განსხვავებული ძალიან. იცით, არქიტექტურის განცდას იმდენად არ მიტოვებს, რამდენადაც რაღაცა მართლა წარმონაქმნია, თითქოს ბუნებრივი, თითქოს გამოქვაბულია. თან ზემოდან არის გახსნილი, მინდა გითხრათ და ცას უყურებთ შესაბამისად რო წვიმს, შიგნითაც წვიმს. როგორც რომის პანთეონში, საიდანაც დავიწყეთ, ხო? ფაქტობრივად ესეთი მართკუთხედი ფორმა აქვს. ხო, გარედან და შიგნიდან არის ესეთი სივრცე და ეს წერტილები, როგორც გითხარით, არის შემინული ელემენტები. გახრეტილია ეს კედელი მოკლედ და მინაზის შიგნით. ასე რომ, ჩემო მეგობრებო, როგორც დავიწყეთ საკრალური სივრცეებით, ისე ვასრულებთ საკრალური სივრცით, თან აქაც პატარა ოკულუსი გვაქვს. იმედია დაგემტკიცეთ რკინა-ბეტონის გამოყენების ფაქტობრივი უპირატესობა და შეუზღუდაობა, კაცმა რო თქვას. ძალიან განსხვავებული ობიექტები ვნახეთ, ხო, მასშტაბითაც, მიდგომითაც, ესთეტიკური ხასიათითაც და დამუშავების წესითაც და ყველაფერი ეს ერთი მასალის ჩარჩოში, ასე ვთქვათ. ასე რომ, დიდი მადლობა თქვენი ყურადღებისთვის. გავაგრძელებთ შემდგომ ლექციებზე სხვა მასალებზე საუბარს და ანალოგიურად ვნახავთ ამ მასალებში შესრულებულ თანამედროვე შენობებს. მადლობა ყურადღებისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ.